რეჟიმში ჩატარდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიციონერი ლიდერის საქმის განხილვა. საზოგადოებისა და მედიის მაღალი ინტერესის და ადვოკატების შუამდგომლობის მიუხედავად მოსამართლე თამარ მახარობლიძემ სხდომა არ გახსნა. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე, რომელიც ბრალდებულებიდან გამომდინარე უპრეცედენტო საქმეა, დახურულ რეჟიმში იმის გამო წარიმართება, რომ მოსამართლე მახარობლიძეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატთან წინა სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რასაც დარბაზში ხმაურიც მოჰყვა. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც მანტია წელიწად ნახევრის წინ მიიღო, მანამდე კი ექსპერტის სტატუსით სამთავრობო მედიის სასურველი რესპონდენტი იყო. მესამე პრეზიდენტის გარდა ამ საქმეზე ბრალდებულები არიან ზურა ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. რამდენიმე ბრალიდან ყველაზე მძიმე სხვა ქვეყნის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლია. ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია პოლიტიკურ ოპონენტებს სანქციებს არ პატიობს. სასამართლოში დღეს ფორმულას ჟურნალისტი ლიზი ვეკუა მუშაობს, რომელიც ჩვენს ეთერს უერთდება. ლიზი, რა მოხდა დღევანდელ სხდომაზე, მოგვიყევი? კათი, საუბარს დავიწყებ თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილების შემდეგ გამოხატულ პოზიციებზე და ემოციებზე. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა, სადაც არ დააკმაყოფილა თამარ მახარობლიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა და სხდომა კვლავ დახურულ ფორმატში გაგრძელდება ამიერიდან. ამ ყველაფერს ცხადია მოჰყვა პროტესტი ბრალდებულების მხრიდანაც და საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით მიმართა სასამართლოს, სადაც გამოხატა მისი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ამიერიდან ეს პროცესები დიდი ვარაუდით უკვე ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება დახურულ ფორმატში, ანუ ყოველი პროცესი იქნება უკვე საზოგადოებისთვის უცნობით, რა მოხდება სასამართლოს სხდომებზე. მიხეილ სააკაშვილმა სტალინსაც კი შეადარა ბიძინა ივანიშვილის მმართველობა და აღნიშნა, რომ ეს არის ცხადია არაკანონიერი გადაწყვეტილება, რაც შეეხება თამარ მახარობლიძის არგუმენტაციას და შუამდგომლობის საკითხს. შუამდგომლობა დააყენეს დაცვის მხარის წარმომადგენლებმა, როგორც გითხარით, ამ სხდომის გახსნასთან დაკავშირებით, რადგან ისინი ამბობენ, რომ ძალიან დიდია საზოგადოებრივი ინტერესი სწორედ 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე, თუმცა მოსამართლემ თქვა, რომ წინა სხდომაზე დაირღვა წესრიგი, სწორედ ამიტომ არ იყო ახლა საჭიროება იმისა, რომ ეს პროცესი გახსნილიყო და ამიერიდან აღარ ექნებათ შესაძლებლობა არც მედიის წარმომადგენლებს და არც საზოგადოების წევრებს, რომ დაესწრონ ამ ყველაფერს. პროკურატურას ვკითხეთ, ცხადია დახურულ რეჟიმთან დაკავშირებით, დახურულ სხდომასთან დაკავშირებით და ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს ამ ყველაფრის მომხრეა სახელმწიფო ბრალდება ეთანხმება მოსამართლის გადაწყვეტილებას, რადგან წინა სასამართლოს სხდომაზე დაირღვა ნამდვილად საზოგადოებრივი წესრიგი და ასევე სასამართლოში მოქცევის წესები ადვოკატების, დაცვის მხარის და ასევე დამსწრე საზოგადოების მხრიდან და არგუმენტად მოჰყავს ის, რომ ის მაინც იქნება ღია, ეს პროცესი მაინც იქნება ღია და მედიასთან კომუნიკაციისას ის დაწვრილებით მოუყვება მაყურებელს თუ როგორ განვითარდა მოვლენები და რა მტკიცებულებები დევს რეალურად 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეში. სხდომის გახსნაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მოსამართლემ, აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. რადგან შინაარსი ამ საქმეს არ აქვს, უბრალოდ სურთ რომ ასე ვთქვათ ადამიანები ვინც იბრძვით საქართველოს განვითარებისთვის, ძლიერი ქვეყნისთვის, ერის კონსოლიდაციისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, კარგი ცხოვრებისთვის ამ ქვეყანაში გვაწვალონ. მტკიცებულება არ არის საქმეში, არაფერი არ არის. მე არაერთხელ ვთქვი, რომ ცარიელი ფურცელის სახელი და გვარი და მუხლია მაგალითად ჩემ საქმეში მითითებული, მეტი არაფერი. და ეს რომ ალბათ უფრო დეტალურად თქვენ არ იხილოთ, ამიტომაც დაიხურა სხდომა. სხვა არც ჩემ წინაშე და არც არავის მიმართ არანაირი მტკიცებულები არ არის. იქ ჩაყრილი სხვადასხვა საჯარო გამოსვლები, ჩემი მათ შორის აქში გადაღებული, თქვენთან ეთერში გაკეთებული განცხადებები და არის ჩაყრილი რაღაც 20-მდე პოლიციელის ჩვენება, ყუილი ჩვენებებიც ხადია, ჩვენებები, სადაც გაპრებს ყვებიან, რომ თითქოს რაღაც სიტყვაზე მე ან ბადრი ჯაფარიძე ან ვიღაცა დაინახეს აქციაზე და რაღაცა დაინახეს, რომ ახალგაზრდები, როდესაც მე და მე ლაპარაკდნენ, მე გახდნენ უფრო აგრესიული, რაღაც ბოდოა ჩვეულებრივი. ოღონდ ამის არის ვიდეო მტკიცებულება, არაფერი არ არის, მონაყოლი რაღაც გაპრები არის. მეტი არაფერი არ არის. არის უამრავი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, რაღაცა ოფისების ჩეკების, ოქმები, პირადი ანგარიშები, საერთოდ დაკავშირშია ვინმეს და ვერ გაიგებ. და წინა სხდომაზე ადვოკატებმა დააყენეს ეს შუამდგომლობა, რომ გაგვარკვიეთ ამ მასალებიდან ვის რა ეკუთვნისო, რომ გავიგოთ თავი როგორ დავიცვათო და მაგაზეც უარი გითხრეს. ბრალდება გულისხმობს, რომ პოლიტიკოს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საპროტესტო აქციებში და გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები და ეს შეიძლება შეერაცხოს საბოტაჟად, მაშინ ამას მტკიცებულების გამოკვლევა ასჭირდება, ამას არც ჩვენ არ ვაკობ, რომ ნიკა მელია ნამდვილად არის ოპოზიციის ლიდერი, მიიღებდა მონაწილეობა საპროტესტო აქციებში და გამოდიოდა სიტყვით. თუმცა სხვა რამ, რაც შეიძლება ნიკას
ბრალდებას წარედგინოს, არც ერთი ფარატინა ფურცელიც კი მარდევს საქმეში. ეს სჭირდება დანარჩენების ვინც ჯერ კიდე გარეთ არის, მათ შესაშინებლად. რუკოლოს იგივე ელის. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე ვფიქრობ, რომ ეს მარაზმი დიდხანს ვერ გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ. ბრალდების მხარემ წარმოვადგინეთ შესავალი სიტყვა დღევანდელ სასამართლოს ხტომაზე და ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შესახებ, რომლებსაც გამოვიკვლევთ შემდგომი ეტაპიდან, როდესაც დავიწყებთ მოწმეთა დაკითხვას. ამ შემთხვევაში მიუთითეთ სასამართლოს, რომ მოცემული სამართლის საქმეზე დაიკითხება არაერთი პირი, რომლებიც უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ადგილზე იმყოფებოდნენ და ფლობენ ინფორმაციას ბრალდებულთა ქმედებების შესახებ. ვისაუბრეთ სასამართლოს იმის შესახებ, რომ გამოვიკვლევთ ვიდეო ჩანაწერებს, რომლებშიც ნათლად არის წარმოდგენილი თუ რა ტიპის მოწოდებებს ახორციელებდნენ ბრალდებულები. გამომდინარე იქიდან, რომ წესრიგი დაირღვა არაერთხელ და უხეშად, ბრალდების მხარე ასევე არ ეთანხმება, რომ ასეთ პირობებში გაგრძელდეს საქმის განხილვა და რა თქმა უნდა სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარს. როგორც მოისმინეთ, დაცვის მხარის წარმომადგენლები და ასევე ბრალდებულები თვლიან, რომ სახელმწიფო ბრალდება და მოსამართლე სპეციალურად განზრახატიანურებენ პროცესს, რადგან ზუსტად ერთ თვეში ჩაინიშნა შემდეგი სასამართლოს ხტომა 27 აპრილს იმსჯელებს მოსამართლე უკვე ამ საქმესთან დაკავშირებით და დაიწყება საქმის არსებითი განხილვა, ასევე მოისმენთ დაცვის მხარის წარმომადგენლების და თავად ბრალდებულების შესავალ სიტყვებს, ასევე როგორც მოისმინეთ, ბრალდებულები და დაცვის მხარის წარმომადგენლები თვლიან, რომ ამ საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, ეს ბრალი არის სრულიად აბსურდული და ასევე ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ გააჩუმონ ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც იბრძვიან ქართული ოცნების წინააღმდეგ, თუმცა ისინი ამბობენ იმასაც, რომ არ შეწყვეტენ ბრძოლას, განაგრძობენ პროტესტს ქუჩებში და ასევე დაელაპარაკებიან საერთაშორისო პარტნიორებს იმასთან დაკავშირებით, რასაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ახლა საქართველოში აკეთებს.